ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და წყალობა არ მოგაგლოთ ძვირფასო რადიომსმენელებო. ჩვენ გასულ კვირას ვისაუბრეთ ეკლესიის ეპოქების შესახებ, რომ გამოცხადების წიგნში არის მითითებული და მიმართვა 7 ეკლესიისადმი, რომელშიც გამოიხატება სიმბოლურად 7 ეპოქა და ბოლო ეპოქებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ ლაოდიკიური სულისკვეთება, ნელთბილობა როგორ მჟღავდება თანამედროვე ქრისტიანებში, ნაწილობრივ შევეხეთ სხვა ეპოქებსაც, მანამდე არის ფილადელფიის ეკლესიისადმი მიმართვა, სადაც პავლე აქებს მის მოშურნეობას და ჩვენ დღეს გვსურს ვისაუბროთ თვითონ ლაოდიკიური მისიონერობის მოღვაწეობას. ანუ, როდესაც ქადაგება სხვადასხვა კონფესიებისა თუ რელიგიებისა არ მოაქვს შედეგი, არ არის სათნო ღვთისთვის და რომ ესეთი მოვლენას ადგილი აქვს მათ შორის ეკლესიის წიაღშიც. ამჟამად ქრისტიანების ეპოქას პირდაპირ და ცალსახად არ უწოდებთ და ვერ უწოდებთ ლაოდიკიურს, იმიტომ რომ დღესაც არის ქრისტიანები, რომლებიც გამოირჩევიან ფილადელფიული ეკლესიის მსგავსი სულისკვეთებით, ერთგულებით მაცხოვრის მიმართ, ეკლესიის მიმართ, მისი სწავლების, დოგმატების მიმართ და ჩვენ ვიცით, რომ ლაოდიკიის პერიოდშიც, ანუ იმ ნელთბილობის, გულგრილობის, გულცივობის, მოდერნიზმის პერიოდშიც ვიპოვით ისეთ გულხურვალე მოშურნე მართლმადიდებლებს, რომლებიც არ ეთაყვანებიან დროის სულს. ამიტომ ლაოდიკიის ეკლესიისადმი მამხილებელ სიტყვაში ჩვენ უნდა გამჭვრიტოთ საფრთხე, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს საკუთარი ცხონებისადმი უდიერად მომქცევი ადამიანი. როგორც უკვე შევიტყვეთ, ჩვენ ლაოდიკიის ეკლესიისადმი წარმოთქმული არც ერთი სიტყვა არ გამოხატავს მისდამი რაიმე კეთილგანწყობას უფლის მხრიდან და იბადება ესეთი კითხვა, რომ იმთავითვე ამგვარ სულიერ მდგომარეობაში იმყოფებოდა ლაოდიკიის ეკლესია თუ შემდეგ აღმოჩნდა მასში. და წმინდა წერილიდან ჩვენ ვარკვევთ, რომ ეს მოხდა შემდგომ პერიოდში, მან დაივიწყა ღვთის სიტყვა, მიეცა ამასოფლის საზრუნავებს და თავიდანვე ლაოდიკიის ეკლესიას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პირველ საუკუნეების უშუალოდ მის ისტორიაზე, ვიცით, რომ იქაც ამას საკმაოდ კარგი საწყისები ჰქონდა. ამას ადასტურებს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვა, რომელიც მან კოლასელებისადმი მიზღვნილ ეპისტოლეში თქვა, რომ როცა ამ წერილს წაიკითხავენ თქვენთანო, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკიელთა ეკლესიაში წაიკითხონო, ხოლო რომელიც ლაოდიკიელთათვისაა გაგზავნილი, თქვენც წაიკითხეთო. ანუ როგორც ჩანს, ლაოდიკიის ეკლესიამ ეტაპობრივად გადაუხვია ჭეშმარიტებას. აქ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ და აღვნიშნოთ, რომ ლაოდიკიის ეკლესიაში იგულისხმება როგორც პირველი საუკუნეების მცირე აზიის ეკლესია, რომელიც არსებობდა პირველივე საუკუნეებიდან, ასევე ლაოდიკიას პირობითად მაცხოვარი უწოდებს იმ ბოლო ჟამის ქრისტიანებს, რომლებშიც პრინციპში ჩვენც ვიმყოფებით და მივეკუთვნებით. ჩვენს დროში ყოველმხრივ ვაწყდებით ჩვენ ამ ლაოდიკიური სულისკვეთების გამოვლინებას, გნებავთ საქმიანობას, მოღვაწეობას. დღეს პრინციპში ვერავინ იტყვის, რომ ქრისტიანობა არ იჩენს აქტიურობას. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ ის ძალიან მოძრავი, დინამიური გახდა თანამედროვე სამყაროში. არასდროს არსებობდა აი ამდენი ისტორიულ მანძილზე, რომ ვთქვათ, ბიბლიური საღვთისმეტყველო სკოლები, შეხვედრები, კონფერენციები, სიმპოზიუმები. ზოგადად საქრისტიანო თვალსაზრისით და მასშტაბით თუ ვისაუბრებთ, როგორც მართლმადიდებლურ, ისე არამართლმადიდებლურ სამყაროში, ხომ? ათასობით ადამიანები იკრიბება აი ამ საღვთისმეტყველო შეხვედრებზე, განიხილება საკითხები და დღეს მრავლად ვხედავთ საკმაოდ აქტიურ მისიონერებს, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიაში, ასევე მის მიღმაც. და ისინი საკმაოდ ნიჭიერი ორატორები, თეოლოგიური განათლების მქონე პირები გახლავთ და
არ იშურებენ არც ენერგიას, რათა თავიანთი ცოდნა თუ გამოცდილება თუ სულისკვეთება გაუზიარონ მსმენელს, ახორციელებენ ამ შეხვედრებს, როგორც გითხარით, განიხილავენ მაგალითად კინოფილმებს, როგორც მხატვრულს, ისე დოკუმენტურს და აი ამ კინოფილმებში პოულობენ რაღაც სულიერ საზრდოებს, არამართმენდებულ ლიტერატურასა თუ მხატვრულ ნაწარმოებებში, ისინი მუდმივად აი ამ ამქვეყნიურ ესე იგი ინსტრუმენტებს, ასე ვთქვათ, მოხერხებულად იყენებენ საიმისოდ, რომ იქ ადაგონ და თანამედროვე ახალი ესეთი ცოცხალი მქადაგებლები ეწოდოთ მათ. და მათი ბაგეებიდან მუდმივად გვესმის ჩვენ მოწოდებები სიყვარულისკენ, მოყვასის დაფასებისკენ, სხვა ადამიანების აღმსარებლობების დაფასებისკენ, მაგრამ ვერ მოვისმენთ მართლმადიდებლური სწავლების რაღაც პრინციპულ დაცვის შინაარსის მქონე რაღაც ქადაგებას, დოგმატურ სწავლებისა და წმინდა მამების აი ამ საღვთისმეტყველო განსაზღვრებებისადმი რაღაც უკომპრომისო დაცვისკენ მოწოდებას, აი ამ სულისკვეთებას. ერთი სიტყვით, ვერ მოვისმენთ მამხილებელ სიტყვას ერეტიკოსების მისამართით და ამავე დროს ჩვენი აი ეს მოსიყვარული მისიონერები არ იშურლებენ სალანძღავ სიტყვებს უკვე მართლმადიდებლურ სწავლების ერთგული ქრისტიანებისადმი, მით უფრო მაშინ, როდესაც მამხილებელი სიტყვა ირიბად მათაც ცხადია ეხება. როდესაც მოიძებნება ადამიანები, რომლებიც ყველაფერს თავის სახელს არ ქმნიან და პირდაპირ საუბრობენ აი ამ ლაოდიკიური სულისკვეთების მქონე და ზოგადად ადამიანებსა თუ პრობლემებზე, მათ შესახებ ესეთ რამეს ამბობენ, რომ ეს არის ძალიან რაღაცნაირად ჯიუტი, ხისტი, შეიძლება ფანატიკურად მიდრეკილი ადამიანი, რომელიც დღეს თანამედროვე პრობლემებს არ ითვალისწინებს. იმას არავინ არ იტყვის, რომ აი ჭეშმარიტი გუმხურვალე, მოშურნე, მქადაგებელი და მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი შვილიაო. არამედ პირიქით, რომ ეს ფანატიკურად განწყობილია და ეს იმიტომ ამბობენ ძმაუნდადანო, რომ თანამედროვე სულისკვეთებისთვის უფრო მისაღებია, რა თქმა უნდა, ეს ასეთ ეგრეთ წოდებული ლაითი ქრისტიანობა, როდესაც არ მოგვეთხოვება ჩვენ და ამავე დროს ვართ ჩვენ აი ამის წევრები. იმის გარეშე რაიმენაირად ყოველგვარი აკრძალვა იყოს სხვისთვის და არა ჩვენთვის. და ეს ცოდვისადმი ასეთი თანაგრძნობა, საერთოდ გამორჩეული თვისება თანამედროვე სამყაროსი, შეხედულებათა აი ამ დოგმატურ სწავლებათა განსხვავების მიუხედავად, ეს მისიონერები ბჭყალებში ცუდს ვერაფერს ხედავენ იმაში, რომ აწარმოონ სიყვარულის დიალოგები მაშინ, როდესაც ეს დიალოგი უკვე დიდი ხანია შესულია საღვთისმეტყველო ჩიხში და ჩვენ ამის შესახებ ვიცით და თავადად იციან, მაგრამ მაინც სურთ, რომ რაღაცნაირად კომპრომისი დაუშვან რელიგიური თვალსაზრისით და რაიმენაირად მაინც მოახერხონ კავშირები სხვა რელიგიებთან და კონფესიებთან. მეტიც ჩვენ ხედავთ, რომ მართლმადიდებლური კანონების უხეში დარღვევით ხორციელდება ხოლმე ერთობლივი ლოცვები. მიგვაჩნია, რომ აი ამ ადამიანებს უნდა უწოდოთ მართებული იქნება ცრუ მისიონერები. ანუ, როდესაც მისია არის მოძიება წარწმენდილი ცხოვრისა და როდესაც ჭეშმარიტი მქადაგებელი ეძებს მას თავდადებით და სურს რომ ამოიყვანოს, ეს ერთი ფაქტორია, ანუ მეორე, როდესაც ეს ქადაგება ხდება იქ, სადაც მას არ ისმენენ, სადაც მისდამი სიძულვილიც არის, ან სურთ, რომ რაიმენაირად შენი ქადაგება გახადონ მისთვის ხელსაყრელი რაღაცა ინტრიგებისა თუ პოლიტიკური ინტერესების ობიექტი. ამიტომ ცრუ მისიონერობა გახლავთ მოდერნისტული პროექტი, რომელიც ქრისტიანს აი ამ ინტელექტუალურ და ზნეობრივ კუთხით მინიმალურ მოთხოვნებს უყენებს და ამავე დროს ის არის რაღაც პროპაგანდისტული
მეთოდების რაღაც ნაირსახეობა, რომელიც მართლმადიდებლობის ყალბი რელიგიური შეხედულებებით ჩანაცვლებას ისახავს მიზნას და ეს არის ცალსახად ასე, თუ ამას უბრალოდ ადამიანი მთელი გულის ყურით მოისმენს და შეაფასებს და გადაფასებას გააკეთებს ყოველივე, რასაც ისმენს. ცრუ მისიონერებში მკაფიოდაა წარმოჩენილი ისეთი ნეგატიური მოვლენა, როგორიც არის რელიგიური ინდიფერენტიზმი, ანუ გულგრილობა სარწმუნოებრივი საკითხებისადმი, სხვანაირად რო ვთქვათ, აი ამ მისიონერულ მოღვაწეობას სარწმუნოებრივ და დოქტრინალურ საკითხებისადმი საერთოდ გულგრილი ადამიანები ახორციელებენ. ანუ ერთი შეხედვით საუბარია ჭეშმარიტების ქადაგებაზე თითქოს და ამავე დროს ეს ქადაგება არ მოიცავს შინაარს ისეც, როგორც უნდა იყოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამახასიათებელი. ჩვენ დასავლეთის ეკლესიების ბჭყალებში მაგალითზე მკაფიოდ დავინახეთ, რომ აი ამ ცრუ მისიონერებმა განიცადა სერიოზული ფიასკო თანამედროვე ამ სეკულარულ საზოგადოებაში, რომელშიც თანამედროვე ევროპელი სულ უფრო და უფრო ძლიერ ეფლობა აი ამ სეკულარულ სულისკვეთებაში და სულ უფრო და უფრო მეტი ძიება ეწყება აღმოსავლურ რელიგიებსა და კულტებში თავისი სულიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების სწრაფვა და ეს ტენდენციები დღეს არ გაჩენილა, ეს გაჩნდა მაშინ, როდესაც ამ დასავლურმა ცნობიერებამ ნელ-ნელა სეკულარულმა სამყარომ დაკარგა საერთოდ სიცოცხლის სულიერი ესეთი მაცოცხლებელი მადლი სულიწმინდისა, რომელიც იქ უკვე მათ რელიგიურ შეხედულებებში არ არსებობს. და ამასოფლოს მორგებული ეს მისიონერები ნელ-ნელა უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ვხედავ ჩვენ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოჩნდნენ და ეს გამოჩენა იმით გახდა ცნობილი, რომ გაჩნდა ესეთი ლოზუნგი, აბა არიქა და მოდი გამოვაცოცხლოთ ეკლესია. და აქ დაახლოებით იმავე მოვლენას ხედავთ, როგორცაც პოლიტიკურ სფეროში არის, იმიტომ რომ ეს ლოზუნგები, რომ შევცვალოთ, რეფორმები გავატაროთ, რასაც დღენია და გვესმის ჩვენ პოლიტიკოსებისგან, ამ დროს აბსოლუტურად მიუღებელია პირდაპირ გაგებით ეკლესიური ცნობიერებისათვის. ანუ ეკლესიის გამომცოცხლებლები, ასე ვთქვათ, ეკლესიას მიიჩნევენ რაღაც კაცობრივ დაწესებულებად, არა ორგანიზმს ღვთაებრივს, რომელშიც არის მადლი სულიწმინდისა და ღმერთკაცობრივი სული, არამედ პირიქით რაღაც ორგანიზაცია, რიგითი კაცობრივი, რომელსაც შეიძლება სამინისტროსავით რაღაც რეფორმები გაატარო, მინისტრი შეუცვალო და თითქოს და ერთი მოსმით, ხელის მოსმით ესე ყველაფერი თავის ადგილზე დაალოგო. ამიტომ ადამიანების ლექსიკონში წინა რიგში გამოდის ტერმინი ეს ეკლესიის გამოცოცხლება. როგორც გითხარით, ეს გასულ საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და მათ შესახებ ახალმოწამე მიხეილ ნოვოსელოვი ასე რამეს წერდა, რომ მათი ნაწერებიდან, საქმეებიდან ვიტყობთ, რომ საჭიროა მხოლოდ ადამიანური ენერგია ერთის მხრივ და რიგი ცვლილებების გატარება საეკლესიო ორგანიზაციაში მეორეს მხრივ, რათა აი ეს დადამბლავებული ბჭყალებში ეს სხეული ქრისტესი ეკლესიისა გაცოცხლდეს და იწყოს სწორად ფუნქციონირება. და მათთვის ეკლესიის გამოცოცხლების წყაროს, როგორც გითხარით, გარეგნული ფაქტორები წარმოადგენს, მათთვის საკმარისია, რომ საეკლესიო მოღვაწე იყოს ჭკვიანი, ენერგიული ადამიანი, დიდ ყურადღებას არ აქცევენ, რამდენად მყარად არის ის მართლმადიდებლურ ცნობიერებაში ფესვებ გადგმული და აქვს თუ არა მას მიდრეკილება ლიბერალური და მოდერნისტული მსოფლმხედველობისკენ, ეს ნაკლებად საინტერესო, პირიქით ესეთებს უფრო უკანასკნელებს უფრო ეძებენ, რათა კიდევ უფრო ცოცხალი გახადონ, ესე ვთქვათ, მათი სარწმუნოებრივი ხედვები, ამავე დროს შინაგანი სული აბსოლუტურად განსხვავებულია და მას ვერ უწოდებთ ნამდვილად მართლმადიდებლურ სულისკვეთებას. და მარტოოდენ, რომ ეს ენერგიული და ნიჭიერი ქადაგებლები არ
კმარა ამ საქმის განხორციელებისათვის ჩვენ ისევე წმინდა მამებისაგან და თანამედროვე მოღვაწეებისაგანაც ვიტყობთ, რომ ვილაპარაკოთ მრევლის ან ზოგადად საეკლესიო საზოგადოების გამოცოცხლებაზე ძმაუნდადანო საჭიროა თავდაპირველად კაფეო პასუხი გავცეთ იმ კითხვას, რომ რა არის ჩვენთვის ქრისტიანული ცხოვრება, რისთვის ვართ მოწოდებულნი ჩვენ, ნამდვილი ცხოვრება არის მარადიული ცხოვრება, ჩვენაზე გვასწავლის დედა ეკლესია და აქ ჩვენ წუთისოფელში ვიმყოფებით და უნდა წავდგეთ ღვთის წინაშე და მარადიულობა უნდა დავემკვიდროთ და უფალი ბრძანებს, რომ სწორედ მასშია ქრისტეში ცხოვრება, ხო, ამას არაერთგზის გვიდასტურებს ჩვენ წმინდა წერილი და ამდენად საეკლესიო გამოცოცხლებაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენ გამოვაცოცხლოთ ჩვენი რელიგიური შეხედულებები, გრძნობები, აღვზრდათ სინანული, განვიწმინდოთ ცოდვებისაგან, ვეცადოთ რაიმენაირად მაქსიმალურად დაუკავშირდეთ მამებისეულ სწავლებას, გავითავისოთ ის, რამდენადაც ის შესაძლებელია ჩვენს რეალობაში და აი ამ სულისკვეთების იმ მამებისეული, რასაც ქვია პატრისტიკა, რასაც ქვია გარდამოცემა, წმინდა გარდამოცემა, აი ამ სულისკვეთებაში ყოფნა, ტრიალი, ზრუნვა, ამ საკითხებზე მუდმივი ფიქრი და განწმენდა და ლოცვა, შინაგანი ლოცვა, ეს არის ის საფუძვლები, რომლებზეც არის აგებული მთელი ჩვენი სარწმუნოება და რომელსაც არის საბოლოო მიზანი ჩვენი ცხოვრებისა, რომ მარადიული სასუფეველი მოვიპოვოთ და როდესაც ჩვენ გვთავაზობენ, რომ რეფორმები გავატაროთ ეკლესიაში, რომ ისა თუ ის პიროვნება შევცვალოთ, ან ისე შევცვალოთ, ან ასე შევცვალოთ, ეს არ არის მხოლოდ ერთი ცხადია, თუ შესაძლებელია და უკეთურად იქცევა ეკლესიის წიაღში, ესეთი ადამიანი უნდა იქნეს შესაბამისი ზომები მისდამი მიღებული, მაგრამ აქ საუბარი სხვა რამეზეა. ზოგი ფიქრობს, რომ აი ის ძველმოდურად ფიქრობს, რომ ის ძველი ტრადიციონალური აზროვნება აქვს და დღეს ახლებული უქმართებს და აი ეს უკვე დანაშაულია, ძმაუნდადანო, და არავითარ შემთხვევაში ესეთი რამ ეკლესიაში არ შეიძლება განხორციელდეს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ადამიანის ცხოვრების მიზანი არის განღვთოება და ვიდრე ქრისტიანი არ გააცნობიერებს ძმაუნდადანო, რომ ეს არის მისთვის თავარი ანი და ჰოი და რომ სხვა გზა ცხოვრებისათვის, ცხონებისათვის არ არსებობს, მაშინ ყველაფერი არის აბსურდული, გაურკვეველი, არასწორი, ყალბი, უმიზნო და ყოველივეს არ მოაქვს შესაბამისი შედეგი, რაც რეალურად სურს რომ კონდეს ადამიანს. ესე იგი, აი ამ მეთოდიკის თანახმად, რომელსაც თანამედროვე ცრუ მისიონერები იყენებენ, ცენტრში დგას არასულიერი და ასკეტური მოღვაწეობისადმი, ანუ გამახვილებული ყურადღება შინაგანი ლოცვისკენ და სინანულისკენ, არამედ ამქვეყნიური მეთოდიკა, ინტერესები, შეიძლება იყოს კინოფილმები, კონცერტები, ტოქ-შოუები და ანუ მთლიანად ამასოფლის მიწიერი, ესე იგი ინტერესებით ხდება ჩანაცვლება. ანუ რელიგიური და მარადიული ინტერესებისა და ფასეულობების დროებითი და მიწიერით ჩანაცვლება ხორციელდება. და ცრუ მისიონერები ჩვენ ასევე ვიცით, რომ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ პროპაგანდის ძალას. ანუ სამისოდ მარჯვედ იყენებენ ნებისმიერ ფაქტიურად ინფორმაციის გავრცელების საშუალებას. იქ ვერ მოისმენთ სარწმუნოებრივი საკითხების ძირეულ ანალიზს, მაგრამ მოისმენთ საინტერესო საუბრებს ზოგად საეკლესიო თემებზე, ისტორიაზე, ლექსები, სიმღერები, კინოფილმების განმარტებებს, რაღაც დახვეწილ საუბრებს ყოფით საკითხებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ცრუ მისიონერები ხშირად ქადაგებენ იქ, სადაც არ არის შესაფერი სულიერი ზნეობრივი გარემო.
ჩვენ ამის მაგალითებს განსაკუთრებით მკაფიოდ ხედავთ სხვა ეკლესიებში, როდესაც პირდაპირ როკერებთან როკ კონცერტებზე მიდიან სასულიერო პირები და იქ ცდილობენ ესე იგი მოქცევას. აი ესეთი ადამიანებისადმი, აი ესეთი იდეოლოგიური თვალსაზრისით, ესე იგი რაღაც მეთოდიკის შემუშავება ეკლესიისთვის ყოველთვის იყო მიუღებელი. იმიტომ რომ მაცხოვარი ჩვენ თავად გვაძლევს ამის მაგალითებს და მოციქულებიც არაერთხელ საუბრობენ ამის შესახებ, რომ იქ სადაც არ ისმენენ ღვთის სიტყვას, ჯობია გაიფერთხო მტვერიო ფეხებიდან და წახვიდე და სხვაგან, სადაც მის ამ ნიადაგს, ჭეშმარიტ ნიადაგს იპოვენ, იქ უნდა იქადაგო და აქ კიდევ ხედავ ჩვენ, რომ აი ამ ინტელექტუალურ და ზნეობრივ მინიმალიზმზე აგებული მქადაგებლები ფიქრობენ, რომ ოღონდაც კი ითვლებოდეს მრევლად, ოღონდაც კი ითვლებოდეს ეკლესიის წევრად და მთლიანად თავისი იმ სულისკვეთებით, რომელიც მას იმ პიროვნებას გააჩნია, აი იმ სულისკვეთებით უცვლელად შემოყავს ის ეკლესიის წიაღში და თან არ ეუბნება, რომ ეს არის ცუდი და რაიმე სულიერი ფერისცვალება განიცადოს მან. ანუ როგორც სახარება ბრძანებს, უგებენ მარგალიტებს, ესე იგი ღორებს. ამიტომ თუ ქრისტიანული ქადაგება ჩვენ ვამბობთ, რომ გასაგებია მათთვის, ვისაც სურს ნამდვილად, ესე იგი ჭეშმარიტების მიღება, გათავისება, ესე იგი ის ყველასათვის მისაღებია. მორწმუნესათვისაც, ურწმუნოსათვისაც, ამდენად იმ ურწმუნომ უნდა დაძაბოს თავისი გონება, უნდა მოინდომოს იმისათვის, რომ აი ეს ჭეშმარიტება იქნეს მის მიერ ათვისებული. მაგრამ თუ ის რეალურად არ ფიქრობს ამის მიღებაზე და ჩვენ ძალად რაღაცნაირად ვამბობთ, რომ ის უნდა გახდეს თავისი პრინციპების უკუგდების მიუხედავად მართლმორწმუნე ქრისტიანი, ესეთი რამე არის აბსურდი და წარმოუდგენელი რამ. ამიტომ თუ ქრისტიანული ქადაგება, ესე იგი როგორც გითხარით, მისაღებია მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ესე იგი ის უნდა იყოს ყველასათვის მისაწვდომი და ის არის რეალურად ყველასათვის მისაწვდომი, უბრალოდ ადამიანმა უნდა მოვიდეს ეკლესიაში, დაესწროს წირვალოცვას და არა იქ როკ კონცერტებსა თუ სადღაც ტოქ-შოუებზე მათი მოქცევა უნდა მოხდეს. და ვისაც არ სურს იხილოს და მოისმინოს და გულისხმახოს ის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიაში ხორციელდება და ეს რეალურად დღესაც ეს ცოცხლად არსებობს, არ შეიძლება იყოს მომდოდანო ქრისტიანული მისიის ობიექტი. ვინაიდან როგორც კი ის მოისმენს აი ამ ღვთის სიტყვას, ან დასცინის მას, ან თავისი ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენებს და ჭეშმარიტი მისიისთვის მნიშვნელოვანი შემდეგი გარემოება არსებობს. მზად უნდა იყოს ის ადამიანი, მოისმინოს ჭეშმარიტება, ეს ერთი და უნდა სურდეს მას ირწმუნოს ეკლესიის სწავლების, ეკლესიის წიაღში ცხოვრება უნდა სურდეს მას, არა გარეგნულად, არა რაიმე სახით, არამედ შინაგანად მთლიანად ფერისცვალებით, რომ დაუტევოს ყოველივე თავისი ბოროტის რახვაი, ყოველი თავისი ცოდვიერი მანკიერება და დაიწყოს საკუთარ სულზე ფიქრი და განწმენდის საშუალებით, ეკლესიის საიდუმლოებების საშუალებით განახორციელოს განღვთოება. წმინდა მღვდელმთავარი თეოფანი დაყუდებული ამბობს ასეთ რამებს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ იაზრებენ, ესე იგი ქრისტიანობაში მტკიცედ დგომის საკითხს და ქრისტიანისთვის აუცილებელ მისწრაფებას სრულყოფილებისაკენ და სხვისთვის სახიფათო და მათთვის კი დამღუპელ შეცდომაში ვარდებიან, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავი ან ქრისტიანული სწავლების მიხედვით განაახლონ, ისინი თვით ქრისტიანობის თავისი ნებისმიერ განახლებას ცდილობენ, ანუ არა ქრისტიანობისადმი მორჩილებას, არამედ ქრისტიანობის საკუთარი შეხედულებისადმი მორგებას ცდილობენ და რჩებიან რა უცვლელნი, ფიქრობენ, რომ წინ მიდიან და სხვებსაც ხელს უმართავენ ამ საქმეში და სხვადასხვაგვარი ამ ცვლილებების შემოტანით ქრისტიანულ წესჩვეულებებსა და წმინდა ეკლესიის კანონებში ისინი სავალალო მდგომარეობაში იყოფებიან.
ქრისტიანობა გამუდმებული სწავლების შენარჩუნებას მოითხოვს ჩვენგან და ჩვენ კი ვაახლებთ და ვცვლით აი ამ საკუთარი ნებისაებრ აი ამ სწავლებას და ისინი არა საკუთარი თავის, არამედ ქრისტიანობის გამოსწორებას ცდილობენ და ამით კი ჭეშმარიტი სრულყოფილების მიღწევის ყოველგვარ შესაძლებლობას ართმევენ ადამიანებს და საკუთარ თავს. და როდესაც აი ესეთი ადამიანები რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს ცრუ მისიონერების სარგებლობენ აი ამ სულისკვეთებით და ცდილობენ რაიმენაირად ეს პრინციპები შემოიტანონ ეკლესიაში, ცხადია აქ მართლმორწმუნე ქრისტიანს უჩნდება სერიოზული პრობლემები და რეაქციაც ისეთია, რომ არა დადებითისკენ განაწყობს რეალურად სულისკვეთებით მართლმორწმუნე ქრისტიანს, არამედ უფრო პროტესტის გზნობა უჩნდება მას. ხოლო იმ ნეოფიტს, ანუ იმ ახალ მოქცეულს, რომელიც აი ამ ადამიანის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და მოიქცევა, მას ფაქტობრივად ერთმევა შანსი იმისა, რომ სწორად შეაფასოს მართლმადიდებლური სარწმუნოება, იმიტომ რომ მისი რეალური ხედვები არის მთლიანად უგულებელყოფილი, ანუ მისი სულიერი გამოსწორების შანსი დაყვანილია ნულამდე. ამრიგად ცრუ მისიონერები სთავაზობენ ადამიანს მხოლოდ იმას, რაც სეკულარული სულით განშვალული ადამიანებისთვის არის ესე იგი ხელსაყრელი პირობა, რითაც სინამდვილეში არა ჭეშმარიტი სიტყვის ქადაგებლები, არამედ მასობრივი კულტურის ერთ-ერთი ნაწილი ხდებიან, ანუ პროექტი. თანამედროვე გაგებით რო ვილაპარაკოთ, შედეგად ცრუ მისიონერები ეკლესიის წიაღში აი ამ მასობრივი და მარგინალური კულტურის გამტარებლებად გვევლინებიან, ვინაიდან მართლმადიდებლობის დამახინჯებული ფორმით წარმოჩენა ეს უკვე არის ხალატი ჭეშმარიტებისა და ეს ადამიანები მუდმივად ამას ცდილობენ, რომ რაიმენაირად აი ამ მართლმადიდებლობის მოდერნისტულ რევიზიაში მოაქციონ, ანუ სულ მუდმივად აკრიტიკონ ძველი ფასეულობები, ძველი წესჩვეულება და სულ აპელირება გააკეთონ თანამედროვე ეკუმენისტურად მოაზროვნე თეოლოგებზე. მათი მიზანია ეკლესიის წიაღში დაამკვიდრონ ძონდადანო ეს ადოგმატური აზროვნების პრინციპი, უბრალოდ ვალდებულად მიიჩნევენ კიდეც თავს, რომ რაღაცნაირად გაანადგურონ ეს დოგმატური ცნობიერება საერთოდ ეკლესიაში, რასაც პრინციპში ნელ-ნელა ეტაპობრივად ამას მიზანმიმართულად სხვა ეკლესიებში უკვე ახორციელებენ და რასაც და როდესაც ადამიანი იცავს ჭეშმარიტებას, ამ ადამიანს ესე იგი ძველი სტერეოტიპებით ჩამორჩენილ ადამიანად სახელდებენ. და ცრუ მისიონერები არ ამხელენ თანამედროვე ეპოქის საკვანძო ცდომილებებს, მაგრამ ხშირად გვევლინებიან იაღოველთა მრისხანე მამხილებლებად. ცხადია, სექტებიც უნდა ვამხილოთ ჩვენ და საკმაოდ მკაცრადაც, მაგრამ თუ ჩვენ ერთს ვამხელთ, მაშინ ის მეორე საფრთხე, რომელიც რეალურად არსებობს, რა თქმა უნდა, ისიც უნდა ვამხილოთ. მათი აზრით არის, უნდა ესე იგი შეიცვალოს ეს მეთოდიკა, როგორც გითხარით, თეოლოგიური და ისტორიული საკითხებისადმი ეს ახლებული ხედვა, მუდმივი კიჟინი ისმის დღეს და მუდმივად გაიძახიან, რომ ჩვენ უნდა გადავეჩვიოთ უკან მოხედვას, წარსულისაგან ცქერას, რომ თანამედროვე სამყარო სულ სხვა კანონებითა და რეალობით უნდა ცხოვრობდეს. ერთი სიტყვით, თანამედროვე ქრისტიანებს აი ამ მინიმალური დოგმატიზმისა და ზნეობის მოთხოვნის მეტი პრინციპში არაფერი უდგება წინ და ცრუ მისიონერები ათავისუფლებენ, ასე ვთქვათ, თავის ადეპტებს აი ამ მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი პრინციპული ხედვებისაგან. ამიტომ მათ შემოქმედებაში ვხედავ ჩვენ შეუთავსებელის ფაქტობრივად შეთავსებას და ეს გამოიხატება იმაში, რომ რელიგიური, პოლიტიკური შეხედულებები, შოუ-გადაცემები, ეს ყველაფერი ისეა ნაზავი შემოთავაზებული მასობრივი კულტურის სფეროთ, ანუ მასოვგად აქციეს ის უდიდესი სანუკვარი და საფუძველი ჭეშმარიტებისა, რომელიც დედა ეკლესიაში
არსებობს. ანუ ის გახადეს სეკულარული საზოგადოების განსჯის საგანი, რომ თითქოს და ვიღაც ჟურნალისტებმა უნდა არკვიონ რა არის ეკლესიისთვის მართებული, რა არის უფროსწორი თავისუფლების თვალსაზრისით, სიყვარულის თვალსაზრისით, ლოცვის თვალსაზრისით და აი ამ თანამედროვე ესე იგი ხედვებით ცდილობენ ეკლესიაში რევიზიის ჩატარებას. ამ დროს თანამედროვე ადამიანი მოგეხსენება დაღლილია აი ამ გამოფიტულიც არის აი ამ ამოსოფლიური გამყვნელი სულით და როდესაც ეკლესიის მქადაგებელიც იწყებს იმავე სულის კვეთებით, იმავე მეთოდიკით საუბარს, ამ ადამიანს უჩნდება ესეთი აზრი, რომ ეს ხოლმე ისედაც ვიცი, ეს ხო ჩემთვის მისაღებია, შენმე რაღაც სულიერზე მელაპარაკე, ისეთ სიღრმეებზე მელაპარაკე, რაც რეალურად არსებობს და პრობლემატურია ეკლესიის წიაღში და რა ის მეთოდიკა, რომელიც თანამედროვე ადამიანმა ისედაც კარგად იცის. ანუ მისიონერი, რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად არ წარმოაჩენს მართლმადიდებელი ეკლესიის რეალურ სახეს, სწავლებას, ასკეზს, სულიერ სიღრმეს, ის არ არის ნათელი ამასოფლისა, ის არ არის მარილი სოფლისა, რომელსაც უნდა რეალურად წარმოადგენდეს. მათი მხრიდან ერთი შეხედვით ყველაფერი კეთდება აი ამ ეკლესიური ცხოვრების გამოცოცხლებისთვის, მრევლის მოზიდისთვის, აწყობენ უამრავ შეხვედრებს, როგორც გითხარით, სუფრებს, ექსკურსიებს, მაგრამ მათი საუბრის თემა შემოიფარგლება მხოლოდ დადებით საუბრით, არავითარი მხილება, შეგონება, რათა არავინ გააბრაზონ და რაღაცნაირად არ მოხდეს დაბრკოლება ამ ადამიანებისა. მთავარია არავინ წავიდეს ჩვენგან, ეს პრინციპია. არ გაუჩნდეს რაღაც სინდისის ქეჯნა, არ იგრძნოს თავი რაღაცნაირად დისკომფორტულად. მაგრამ განა ესე მოქმედებდა მაცხოვარი, როდესაც ვიღაცას მისგან წასვლას უნდოდა, მან თავის მოწაფეებსაც უთხრა, შეგახსენებთ, რომ ნუ უკვე თქვენცა გნებავთ თუ წასვლა და როდის უთხრა ეს მონდოდანო, როდესაც მისი სიტყვა იყო მტკიცე, მამხილებელი სულის და უამრავ ადამიანმა ვერ გაუძლო ამას, მაგრამ მაცხოვარი არ მისდევს ხო იმ ადამიანებს აცვლის წასვლას. ანუ თავისუფალი ნება ჩვენ აი ამაში უნდა გამოვხატოთ და გამოვაჩინოთ პატივისცემა თუნდაც იმ ადამიანის თავისუფალი ნებისა, ანუ სულის შემთხვევაში მათ წასვლის ნებას აძლევდა მაცხოვარი და განაჩვენცა იგივე მეთოდიკა არ უნდა გამოვიყენოთ, ანუ არ შეიძლება ყველანაირი ადამიანი კატეგორია იყოს ეკლესიის წიაღში. თუ მას არ სურს რეალურად და რაღაც ურწმუნოების სცენით არის მთლიანად განშვალული და ამავე დროს შენ მას ეკლესიის წიაღში მოიყვან ცოდვებისგან განშორებას არასწავლი, შეიძლება უმძიმეს მომაკვდინებელ ცოდვაში იმყოფება და ესეთ ადამიანებს აზიარებ თითქოს და არაფერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ცხადია, ყველაფერი იწვევს აი ამ სეკულარული სულის შემოჭრას ეკლესიის წიაღში და ესეთი ადამიანები შემდეგ თუ ძალაუფლებას მოიპოვებენ, უკვე რეალურად უტევენ იმათ, ვინც იმყოფება ძველ ტრადიციასა და ფასეულობების დაცვაში. მსგავსი ცრუ მისიონერების მოსმენის შემდეგ ადამიანი ფიქრობს, რომ ასეთი ქრისტიანობა არის მეტად მოხერხებული, ის ხომ სულაც არ მოითხოვს რაღაც საკუთარი ცოდვისაგან განშორებას და ამავდროულად შესანიშნავად კვებავს აი ამ და აკმაყოფილებს ზოგად საგანმანათლებლო ინტერესებს, ინტელექტსაც უგნებავთ, მაგრამ ადამიანი როგორც იყო ამას სოფლისაგანი, ისევე რჩება ესეთად, ერთი განსხვავებით ის უკვე ეკლესიის წიაღში მოიაზრება, ვინაიდან ვერანაირი ხელშემშლელი ვითარება აი ამ თავისი ამასოფლიური ცხოვრების წესის მამხილებელი აი ამ მისიონერული გადაგებებიდან ვერ იპოვა. ასე რომ აი ეს არის ის, რასაც ჩვენ გვსურს დღეს გავამახვილოთ საზოგადოების ყურადღება და კიდევ უფრო ძირეული ხედვებისაკენ მოგიწოდოთ, იმიტომ რომ არ არის ეს იოლი ეს ყველაფერს სჭირდება მოღვაწეობა, როგორც წმინდა წერილი ბრძანებს, რომ სასუფეველი ღვთისა იძულების, აი ეს პრინციპი დღესაც არსებობს. ამ იძულების ცოტა
თავის შეწუხების გარეშე, მოღვაწეობის გარეშე არ არის შედეგი, არასდროს არ ყოფილა არც ის საქმეში, თუნდაც ამ ქვეყნიური საქმე იყოს ეს, არ ვიღებთ და ვერ ვიღებთ შედეგს და მით უფრო მას ვერ მივიღებთ სულიერი თვალსაზრისითაც. ღმერთმა დაგლოცოს და ღმერთმა წყალობა და კურთხევა არ მოგვაკლოს ყველა ჩვენ.